სტარტი აიღო დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულმა UEFA-ს C-ლიცენზიის რეფრეშ კურსმა. დაახლოებით 200 მსმენელი ყავს ამ წუთას კურსზე. ესენი არიან ადამიანები, ვისაც უკვე გააჩნიათ C-ლიცენზია, თუმცა UEFA-ს კონვენციის თანახმად ყოველ 3 წელიწადში მინიმალური 15 საათია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ამ ლიცენზიების განახლება და სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრი წლის განმავლობაში მუშაობენ ქართულ ფეხბურთში, მოგეხსენებათ C-ლიცენზია მოიცავს 6-დან 12 წლამდე ბავშვების სივრცეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ მან ხდება ჩამოყალიბება ბავშვის როგორც პიროვნულად, ისე საფეხბურთო თვალსაზრისით და ამ ადამიანების ხელში აქვს გამოვლილი უამრავ თაობას და კიდევ ბევრი თაობა უნდა გამოზარდონ ამ ადამიანებმა. ჩვენგან ძალიან დიდი პატივისცემა ამ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი რეფრეშ კურსები, ასე ვთქვათ, გადამზადების კურსები, მათზე დადებითად იმოქმედებს, გაეცნობიან უამრავ სიახლეს, უამრავ ახალ ტენდენციას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს გამოადგება სასიკეთოდ.